რატომ დააჯარიმეს სამტადიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი? როგორ უმკლავდებიან პოლიკლინიკებში ხალხის მომატებულ ნაკადს და როგორ ხდება კოვიდზე ტესტირება? მთავარი სპეციალური გამოშვების კითხვებს 20 საათზე ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ქეთევან ჯუღელი პასუხობს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. დღევანდელი მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით დაინფიცირების 4673 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 673 დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ განაცხადა. ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1322 ადამიანი გადის მკურნალობას. მათ შორის მძიმე პაციენტია 257 და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 48 ადამიანი. იმერეთის COVID სასტუმროებში 409 პირია მოთავსებული, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 27. იმერეთში თვით იზოლაციაში 5562 ადამიანია. ბოლო 24 საათში გამოჯამრთელდა 3893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯამრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141392-მდე. სამწუხაროდ უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კორონავირუსით გარდაიცვალა 36 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1576 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. ქუთაისში კორონავირუსით 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, როგორც კლინიკა ბომონდში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო. ბოლო 24 საათში კლინიკაში არიან გამოჯამრთელებულებიც, მათ შორის ორსულები, ხანდაზმულები და ბავშვები. როგორც ბომონდის კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი აცხადებს, საავადმყოფოში ინფიცირებულია მედპერსონალიც. 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა სამწუხაროდ ჩვენს კლინიკაში 10 დღის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იქნა გადმოყვანილი ბინიდან. ეს პაციენტი ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის წავე უკმარისობით, ფილტვების 80%-იანი დაზიანებით, გულის უკმარისობით, ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიების მიუხედავად მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. 5 თანამშრომელი ყავს ამ წუთისთვის COVID დადასტურებული. სასიხარულოა ეს ფაქტი, რომ 35-ზე მეტი უკვე გამოჯამრთელებული თანამშრომელი დაუბრუნდა და ისევ აგრძელებს მუშაობას. იმერეთის გუბერნატორი ზვიად ჩალამბერიძე კორონავირუსით დაინფიცირდა. ზვიად ჩალამბერიძემ ტესტის პასუხი გუშინ მიიღო. მას ვირუსი მსუბუქი ფორმით აქვს და თვით იზოლაციაში იმყოფება. გუბერნატორთან კონტაქტის გამო თვით იზოლაციაში გადავიდა ქუთაისის მერის მოადგილეც. მას ამ დროისთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს. ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე ბანკთან, სადაც მოხუცები პენსიას ღებულობენ, ფასადი ჩამოიშალა. მიუხედავად საგანგებო სამსახურის მიერ შემოსაზღვრული ადგილისა თანხის აღების მიზნით, პენსიონერები საშიშ ზონაში მაინც გადადიან. შემთხვევის დროს საბედნიეროდ ადგილზე არავინ დაშავებულა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში კი მომხდართან დაკავშირებით განცხადება არ შესულა. აღსანიშნავია, რომ ეს ქუთაისში ფასადის ჩამოშლის პირველი შემთხვევა არაა და მოქალაქეები ადგილობრივ თვითმმართველობას ხშირად მიმართავენ მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად. არც თუ ისე დიდი ხნის წინ მომხდარი შემთხვევებისას არაერთი მოქალაქე დაშავდა და იყო მსხვერპლიც. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა სავაჭრო ობიექტი გარდასურსათ ისა 28 ნოემბრის შემდეგ დაკეტილია. სავაჭრო ობიექტები მხოლოდ რამდენიმე დღით 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით გაიხსნებიან, შემდეგ კი 31 იანვრამდე კვლავ დაიხურებიან. მეგატივის ჟურნალისტი სავაჭრო ქსელ გრანდმოლის თანამშრომლებს ესაუბრა, რომლებმაც განაცხადეს, რომ საქონელს ონლაინ ვაჭრობით საერთოდ ვერ ყიდიან და შიშობენ, რომ წინა საახალწლოდ გაჩერებული ვაჭრობა არაერთი მაღაზიის, ქსელისა თუ სავაჭრო ცენტრის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ვრცლად ნახეთ სიუჟეტში.
თუ დროულად არ გავიხსნებით, ჩვენი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. აცხადებენ ტანსაცმლით მოვაჭრეები, რომლებიც ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო 28 ნოემბრის შემდეგ უმუშევრად არიან დარჩენილები. მათივე თქმით, საქონლის რეალიზებას ონლაინ ვერ ახერხებენ, რადგან ზოგს საშუალება არ აქვს, ზოგი კიდევ მოსინჯვის გარეშე სამოსის შეძენაზე უარს აცხადებს. საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკეთებ ონლაინ, საერთოდ ვერაფერს ვერ ვკიდი, ვარ გაჩერებული. მაქვს ფოტოც ადვირთული ყველაფერი, მაგრამ ერთი ნივთი არ გამეყიდია ჯერჯერობით ონლაინ. იმიტომ რომ სურათით რა ვიცი, ვერავინ ვერ აფასებს, ვერავინ ვერ გებულობს იქ რა დევს, როგორ არის, რა ვიცი, მე ვერ ვხილკი და ვერ მუშავ. ვერგვერდით მქონდა მამაკაცის ტანსაცმელი და ყიდვა-გაყიდვაზეც ვდებ, მაგრამ აი ხო გეუბნებით, იმდენად შემცირებულია პირველ ტალღას შედარებით. პირველ ტალღაში რაღაცას მაინც რაღაცას ხანდახან რაღაცას და ეხლა ხალხი როგორც ეთყობა, არც თანხები არ აქვს, რომ ჩასაცმელზე იფიქრონ. და საერთოდ მე პირადად მაგალითად რაც დაკეტილი მაქვს მაღაზია, ერთი ნივთიც არ მაქვს რეალიზებული მას შემდეგ. 24 დეკემბერს სავაჭრო ობიექტების გახსნა იქნება ცოტა ამოსუნთქვა, აცხადებს მოვაჭრე მზია სარალიძე მეგატივის ჟურნალისტთან საუბრისას. აუცილებლად უნდა გახსნან, იმიტომ რომ რაც დანაზოგი გქონდა, იქნება 24-მდე თქვა გვეყოს, რომ არ დავიყოსოთ ასე თქვა შეფშილობა როგორ გქონდეს და თუ გაიხსნება ამოსუნთქვა იქნება ჩვენთვის. აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიური შემოსავლით ცხოვრობ და აუცილებელი არის, აუცილებელი თვითონ თუ გადმოწევდნენ კიდე უფრო ხალხი იმდენად არ მიაწყვებოდა, როგორც შავი პარასკევის მაგალითზე გვახსოვს კი შევხედეთ რა სიტუაცია იყო და უფრო გადანაწილდებოდა ჩემი აზრით ხალხი თუ 15-ში გახსნიდნენ მაგალითად, მაგრამ აი რაც შეეხება თუ 15-ში გახსნიან 24-ში აუცილებელი იქნება, იმიტომ რომ ბევრი მცირე მეტალმე ალბათ შიმშილობის ზღვარზე დადგება თუ 24-ში არ გაიხსნა ჩვენი მაღაზიები და რაღაც შემოსავალი არ მივიღეთ. ტანსაცმლით მოვაჭრე შორენა გრიგალაშვილის თქმით კი 24-ში გახსნა მას ვერანაირ ფინანსურ სარგებელს ვერ მოუტანს და მისი აზრით ეგრეთ წოდებული შავი პარასკევი მონაგონი იქნება, რაც 24-დან 2 იანვრის ჩათვლით გველოდება. რაიმე არ ვიცი, პარასკევს იყო საშინელი სიტუაცია, აი რომ ვიკეტებოდით იმ დროს ალბათ არ ვიცი კატასტროფა იქნება და საერთოდ არ მეციამოვნებს იმ დღეს ხუშოთ ასეთი გადაძენაზე და ასეთი ომით მუშაობა. არ აფერს არ გააკეთებს ბიუჯეტით, რადგანაც მე გადაწყვეტილი მაქვს პირადად მე რომ იმ დღიდან დავუშვათ ძალიან დიდი ფასდაკლებები, რადგან მე ისახები რაც იქ მიდევს არ დამჩეს და შესაძლებელია რომ რაც ამას გადაგკეთე იმაზე ნაცვლებში გავყიდოდა. ცნობისთვის, ეპიდვითარების პირველ ეტაპზე თითქმის 3 თვიანი შეზღუდვის შემდეგ სავაჭრო ობიექტები 1 ივნისს გაიხსნა. მათ შორის პირველ ეტაპზე გარკვეული ბრენდების მაღაზიებში გაუქმებული იყო გასახდელები. შემცირებული იყო სავაჭრო ცენტრების სამუშაო საათებიც, ისინი ნაცვლად 12 საათისა 10 საათიანი გრაფიკით მუშაობდნენ. ამჯერად სავაჭრო ცენტრების მუშაობა სრულად 31 იანვარს აღდგება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეგრეთ წოდებულმა ლოკდაუნმა სავაჭრო სფერო სერიოზული გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დააყენა, ხოლო დეკემბერში წინა საახალწოდ გაჩერებული ვაჭრობა არაერთი მაღაზიის ქსელისა თუ სავაჭრო ცენტრის არსებობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ქუთაისში საფთიაქო ნარკომანიის ფაქტი გამოვლინდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. დანაშაულში მხილებული პირი რეცეპტის გარეშე მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას. გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით დანაშაულში მხილებული პირი ქალაქ ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არ მქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან რეცეპტის გარეშე მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითიც ხელს უწყობდა ეგრეთ წოდებულ სააფთიაქო ნარკომანიას. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მამუკა ბიბილეიშვილი იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს. საკრებულოს წევრს 29 ნოემბერს ჩატარებული ტესტირების შედეგად COVID-19 დაუფიქსირდა. ინფიცირებულმა მამაკაცმა დაარღვია დადგენილი წესები, თვითნებურად დატოვა თვით იზოლაციის ადგილი და საკუთარი ავტომანქანით სამტრედიიდან ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა. სამართალდამცავებმა მამუკა ბიბილეიშვილი 2000 ლარით დააჯარიმეს. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას პირდაპირ ეთერში სტუმართან ერთად განვაგრძობთ. რა მდგომარეობაა ქუთაისში პირველადი ჯანდაცვის რგოლებში, როგორ უმკლავდებიან პოლიკლინიკებში ხალხის მომატებულ ნაკადს და როგორ ხდება COVID-ზე ტესტირება. მთავარი სპეციალურ გამოშვებაში ონლაინ რეჟიმში ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის ექიმი ქეთევან ჯუღელი გვერდება. მოგესალმებით ქეთი და მადლობას გიხდით რომ გვერდებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ქეთი, შექმნილი რთული ეპიდვითარების გამო ძირითადი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის რგოლებზე გაზრდილია. რა ვითარებაა თქვენთან, რამდენად მოიმატა პაციენტთა მომართვიანობა? ნამდვილად მოგეხსენებათ მთელ საქართველოში და იმერეთში განსაკუთრებით ვიცით რომ ეპიდემია გაუარესებული არის თუმცა ასე ვთქვათ პაციენტთა ნაკადებს ნამდვილად მართავს ოჯახის ექიმები ვიტყვი რომ კვირაში 7 დღე და მართლა მთელი დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ როგორც ონლაინ, ანუ დისტანციურ კონსულტაციას ატარებენ, ასევე ჩვეულებრივ პირისპირ კონსულტაციებს და ასე თუ ისე ჩვენ ამ გაზრდილი ნაკადის პირობებში წარმატების შემთხვევები, როდესაც სრული გამოჯანმრთელებული პაციენტები ყავს ასეულობით და უკვე ასეულობით, ასე რომ დაყოფნაშია ქუთაისის მასშტაბით ნამდვილად შემიძლია მთელი პირველადი ჯანდაცვის ქსელი. ჩვენ გვაქვს ქუთაისში 5 ონლაინ კლინიკა, რაც გულისხმობს აი ამ COVID-ინფიცირებული პაციენტების, ბინაზე მყოფი პაციენტების დისტანციურ მართვას ოჯახის ექიმების მიერ. ქეთი, ძირითადად ამ ეტაპზე დატვირთვა იმან გამოიწვია, რომ COVID-ინფიცირებული პაციენტები მოდიან და ტესტის გაკეთება სურთ? COVID-ინფიცირებული პაციენტები, უფრო სწორად ვიტყოდი, რომ COVID-ზე საეჭვო პაციენტები, რა თქმა უნდა, მოდიან იმისათვის, რომ ჩაიტარონ ტესტირება, ეს ნაკადი ძალკე შეიძლება განვიხილოთ და ამას რა თქმა უნდა ემატება სხვა პრობლემებით მოსული პაციენტები. რამოდენიმე დღის წინ თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავედით სრულად სწრაფი ანტიგენის ტესტებზე და ასე ვთქვათ, ამან განტვირთვა შესაბამისად ეს ვთქვათ სწრაფი ტესტების შესაბამისად გამოვლინებაც მეტია და დროული, ასე ვთქვათ, მკურნალობაც იწყება. როგორ უმკლავდებიან თქვენი პოლიკლინიკის ოჯახის ექიმები ასეთ გაზრდილ დატვირთულ გრაფიკს? პირველ რიგში მინდა რომ ექიმები სრულად არიან მობილიზებული და აბსოლუტურად გათავისებული აქვთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მოდის ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმებზე. ეს არის ალბათ ძირითადი ბაზა, რაც დგას თვითონ ახლა დღესდღეობით აი ბინაზე მყოფი პაციენტების დინამიკაში მეთვალყურეობა. და რა თქმა უნდა, ჩვენ მუშაობთ აი განსაკუთრებული დატვირთვის რეჟიმში რა, ანუ გვიწევს მორიგეობებით, რა თქმა უნდა, ამ დისტანციური მეთვალყურეობის დროს. არა მარტო ჩემ დაწესებულებას, არამედ ყველა ონლაინ კლინიკა ამ რეჟიმში 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა დღისით იქნება თუ ღამის განმავლობაში გაუწიოთ დადასტურებულ COVID შემთხვევებს მეთვალყურეობა. რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ ტესტირება იქნება უფასო და შესაძლებელია პოლიკლინიკებში დაიტესტონ ის ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ COVID-19-ზე არიან საეჭვონით. დაუშვათ, ვინმეს ეჭვი აქვს, რომ COVID-ინფიცირებულია და პირდაპირ მოდის თქვენთან, თუ ოჯახის ექიმის მომართვა აუცილებელი, რომ მას ტესტირება გაუკეთდეს?
ну, ეხლა რაც შეეხება აი ამ სწრაფი ტესტირების შემთხვევაში უკვე მინისტრის პლანებით არის შესაძლებლობა იმისა, რომ ესე ვთქვათ, პაციენტი, რომელიცაც აქვს აღინიშნება COVID-ზე საეჭვო სიმპტომატიკა, მოვიდეს და ჩაიტაროს ტესტირება. თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ თუნდაც დისტანციური კონსულტირება ამ შემთხვევაში ოჯახის ექიმის მიერ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის არის, ესე ვთქვათ, შეუშვას ექიმი უშუალოდ იქ ჩვენ პაციენტებს ყოველთვის აქვთ რეგისტრატურის, ასე ვთქვათ, მიღების საკონტაქტო ტელეფონები, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არის თქვენთვის, რომ ტესტის ჩატარების დროს, აი, როდის ვაკეთებთ მათ, რა შემთხვევაში ვატარებთ, პერიოდს აქვს დიდი მნიშვნელობა, რომ არ მოხდეთ იმ ხანძრის პერიოდში, როდესაც შეიძლება ჩვენ უარყოფითი პასუხი მივიღოთ. ამიტომ ეს წინასწარ ჩატარებული ექიმის კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. იმიტომ რომ ზოგჯერ არის სიმპტომატიკა გამოვლენილია, პაციენტი ვერ ითმენს, უნდა მეორე დღესვე, როგორც კი ცხელება დაეწყება, გაიკეთოს, ჩაიტაროს ტესტი, მაგრამ აქ ჩვენ გვჭირდება სადღაც 2 დღე მაინც, რომ მესამე-მეოთხე დღეს მოხდეს სიმპტომების დაწყებიდან ტესტის ჩატარება და არა იმ წამსვე, როდესაც ჩვენ მეტი სამწუხაროდ ძალიან ხშირად ისმის საყვედურები ოჯახის ექიმების მისამართით აცხადებენ პაციენტები, რომ საერთოდ ვერ უკავშირდებიან ან თუ უკავშირდებიან შემდგომში ექიმები, ოჯახის ექიმები ერთი დარეკვით შემოიფარგლებიან. თქვენთან როგორ არის მდგომარეობა? გასაგებია, რომ ძალიან დატვირთული არიან ექიმებიც ადამიანები არიან და ყოველ წამს ვერ უპასუხებენ ყველა პაციენტის ზარს, მაგრამ თქვენთან როგორ არის საქმე? რამდენად ხშირად ახერხებენ ექიმები თავიანთ პაციენტებთან დაკონტაქტებას? ეხლა გამომდინარე იქედან, რომ სამინისტროს მიერ დამატებული იქნა ონლაინ კლინიკების რაოდენობა და მეტი, ასე ვთქვათ, ოჯახის ექიმი ჩაერთო აი ამ დისტანციურ მეთვალყურეობაში, პაციენტებს, ვთქვათ, რაოდენობრივად მეტი ექიმი ემსახურება დისტანციურად და შესაბამისად საუბარი მაქვს COVID დადასტურებულ პაციენტებზე, რომელსაც გადმოსცემს ონლაინ კლინიკებს 112 და შესაბამისად, ნუ მესმის, რომ მაინც იმ ციფრის გათვალისწინებით, რომ იმერეთში კიდევ და კიდევ ბევრი გვაქვს ასე ვთქვათ ინფიცირების შემთხვევები, მისთვის რომ შეიძლება ექიმის ტელეფონი დაკავებული იყოს, ან მეორე ტელეფონზე საუბრობდეს და იმ მომენტში ვერ გასდეს, მაგრამ ვიცი რომ აი ექიმები მერე პირიქით ურეკავენ ამ პაციენტებს, რომ აუცილებლად არ დასტოვან ეს ზარი, ასე ვთქვათ, უყურადღებოთ და რა ვიცი მაქსიმალურად მე რაც ვიცი შემთხვევები მაქსიმალურად ცდილობენ რომ ყურადღებით იყვნენ, ხშირად შეეხმიანონ პაციენტებს და პაციენტებსაც აქვთ თავიანთი ექიმების საკონტაქტო ტელეფონი, ასე რომ ასე ვთქვათ, უცნობი ნომრიდან ექიმი არასდროს არ ურეკავს პაციენტს, რომ მერე უკავშირი ვერ განახორციელოს პაციენტმა. ასე რომ ექიმების, ასე ვთქვათ, მიმართაც მივიქნებით ძალიან ზედმეტად მკაცრები, იმიტომ რომ ნამდვილად 24 საათიან რეჟიმში უწევთ მათ მუშაობა, იმიტომ რომ COVID ინფიცირებულების გარდა ჩვენ ყავს ძალიან ბევრი ქრონიკი პაციენტები, რომელთაც ასევე დიახ, ეს მინდოდა მეკითხა, ეს ადამიანები როგორ ღებულობენ ასე დაკავებული ოჯახის ექიმებიდან და გნებავთ არა ოჯახის ექიმებიდან, როცა ასეთი სიტუაციაა, სამედიცინო მომსახურებას. ის ადამიანები, რომლებსაც თქვათ არა აქვთ COVID ინფექცია, არ არიან საეჭვონი COVID ინფექციაზე, მაგრამ აქვთ ქრონიკული დაავადებები. დიახ, რა თქმა უნდა, მათი ნაწილი მოგმართავს უშუალოდ დაწესებულებაში იღებენ და ასევე გაფრთხილებული ყავს, რომ წინასწარ საერთოდ ამ სიტუაციაში უპირატესობა ენიჭება დისტანციურ კონსულტაციას, იმიტომ რომ ქრონიკი პაციენტები ყოველთვის უნდა მოერიდონ ხალხმრავალ გარემოში გამოსვლას, ხო? და შესაბამისად თანხლები ქრონიკული დაავადება ყველგან გვესმის, რომ იწვევს, თქვათ, ინფიცირების შემთხვევაში გაუარესებულ მიმდინარეობას COVID-19 ინფექციისა და ამიტომ იქ სადაც თქვათ ხერხდება ხო დისტანციურ მეთვალყურეობას ვანიჭებთ დისტანციურ კონსულტაციას ვანიჭებთ უპირატესობას ან თუნდაც პაციენტი რომელიც უნდა მოვიდეს დაწესებულებაში მხოლოდ იმისთვის რომ მისი ქრონიკული ესე იგი დაავადებების მედიკამენტები ამოიწეროს აი ესეთი ასე თქვათ პრობლემებისთვის აუცილებელი არ არის იმ მომენტში დაწესებულებაში კლინიკაში შემოსვლა და აი ესეთი
ასე ვთქვათ, ყოველთვის ვეუბნებით ჩვენს ქრონიკ პაციენტებს, რომ წინასწარ დაგვიკავშირდნენ ოჯახის ექიმებს და ოჯახის ექიმი განუსაზღვრავს მას ნამდვილად ესაჭიროება, ვთქვათ, კლინიკაში ვიზიტი, თუ შეიძლება მისი პრობლემა მოგვარდეს დისტანციური კონსულტაციითაც, ანუ ტელეფონით კონსულტაციას გულისხმობდა. ძალიან ხშირად ეხლა ვიყენებთ, რა თქმა უნდა, სოციალურ ქსელებსაც, სხვადასხვა ინტერნეტ ონლაინ საშუალებებს იმისთვის, რომ პაციენტთან კომუნიკაცია დავამყაროთ და მიეჩვენოთ ხათაშორის პაციენტებიც ასეთ დისტანციურ კონსულტაციის გამოყენებას და ვიცი ჯერჯერობით ასე ვთქვათ ჩვენ ნორმალურად მივდივართ მართავთ ბინაზე უსიმპტომო და მსუბუქ შემთხვევებს საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმი წყვეტს როდის ტოვებს ბინაზე პაციენტს ან ამისამართებს COVID სასტუმროში თუ ჰოსპიტალში ასე რომ თავად მედიკოსების ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია თქვენს კლინიკაში? ჩვენს კლინიკაში იყო რამოდენიმე ინფიცირების ის და მაგრამ მასიური არა, ისე რომ რაღაცა კლინიკას ამით, ასე ვთქვათ, მუშაობას საფრთხე არ შექმნია. კი ბატონო. კიდევ ის მაინტერესებს, ქალბატონო, რამდენად ახერხებენ ლაბორატორიები, როცა ასეთი გაზრდილია მომართვიანობა და როცა რამდენიმე ათასი და ასეული ტესტის გაკეთება ხდება ქუთაისში დღის მანძილზე, ლაბორატორიები როგორ აუდიან ასეთ სამუშაოს? ეხლა ძალიან გაატვირთა ლაბორატორიები, მინდა გითხრათ, აი სწრაფი ანტიგენის ტესტის შემოსვლამ, რაც ნამდვილად მისასალმებელია, იმიტომ რომ კიდევ მე რომ თუ სწორ დროს იქნება ეს გაკეთებული, ნამდვილად მაღალი მგრძნობელობა აქვს იმისი, რომ აღმოაჩინოს ინფექცია, ანუ მივიღოთ დადებითი პასუხი, აი სწრაფი ანტიგენის ტესტმა 150-მდე ტესტი კეთდება დღის განმავლობაში და თუ პაციენტთან მივიღეთ უარყოფითი შედეგი და ხედავთ რომ აი ვთქვათ, სიმპტომები ნამდვილად არის დამახასიათებელი COVID-ისთვის და შეიძლება ეს გადამოწმდეს ამ შემთხვევაში PCR კვლევით, ესეც უკვე ნამდვილად ესე იგი შეგვიძლია ამის ჩატარება, პრობლემა არ არის არანაირი. ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით, ქეთი მაყურებელს შევახსენებთ, რომ მთავარი შეკითხვებს ექიმი ქეთევან ჯუღელი პასუხობდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგრძობს, მე კი ჟურნალისტი თამუნა გვილავა, ხვალამდე გემშვიდობებით. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა უკვე გამოსცა. განკარგულების მიხედვით პირველი სხდომა 3 დღეში 12 საათზე დაინიშნა. ოპოზიციის ბოიკოტის გაგრძელების შემთხვევაში 150 კაციან პარლამენტში 60 დეპუტატის სკამი შესაძლოა ცარიელი დარჩეს. რა გავლენას იქონიებს ეს პარლამენტის ფუნქციონირებასა და უფლებამოსილებაზე ვახუშტი მენაბდე საუბრობს. იმისთვის რომ პარლამენტი შეიკრიბოს საჭირო არის 76 დეპუტატი. და უფლებამოსილება 76 დეპუტატს შეუძლია ცნოს 150-ვე კოლეგის. გადადგომა შეუძლია ნებისმიერ დეპუტატს და პარლამენტი უფლებამოსილი რჩება გარდა იმ შემთხვევისა თუ ჩამოწთა 76-ს. ამ შემთხვევაში 60 დეპუტატი ითქვის უფლებამოსილებაზე უარს, რაც არსებითად პრობლემას არ წარმოადგენს იმისთვის, რომ პარლამენტმა ლეგალურად საქმიანობა გააკეთოს. ამ დროისთვის რვავე ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრები იმართება. ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი სწორედ ეს გახლავთ. ექიმების დეფიციტი საქართველოში პანდემიამდეც იყო. ამას ჩვენ ვერც 6 თვეში და ვერც 1 წელში ვერ დავძლევთ. განაცხადა დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა. თუმცა ეკატერინე ტიკარაძემ იქვე აღნიშნა, რომ კორონავირუსთან გასამკლავებლად ექიმების დეფიციტი დღეს არ არის. ჯერ გავიდა ერთი კვირა, აქედან გამომდინარე საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება პროგნოზი, ჯერ არის ადრე. ჩვენ ყოველთვის ვაანონსებთ, რომ სულ მცირე ორკვირიანი პერიოდი არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავაკეთოთ გარკვეული ანალიზი. ჩვენი მიზანი თავიდანაც იყო ის, რომ მომხდარიყო პიკური პერიოდის გადავადება და ასევე ჩვენ ხელი შეგვეშალა იმ გეომეტრიული პროგრესიისთვის, რომლითაც ვრცელდებოდა დღესდღეობით საქართველოში ვირუსი და დაგვეწყო ვირუსის გავრცელების მართვა, რაც დღის მდგომარეობით გარკვეულწილად
ნაწილად მიღწეულია. დინამიკა ამ დადებითობის პროცენტის ამოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ შესაძლებელია ჩვენ რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები ამ პერიოდში უკვე ამ პიკში გამოჩნდა. დღესვე ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ამ ეტაპისთვის ქვეყანამ უკვე მიიღო ჟანგბადის 1000 კონცენტრატორი და თვის ბოლომდე რემდესივირი ადგილზე იქნება. საქართველოში B-ტიპის გრიპმა დაიწყო ცირკულირება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუს გადატანილ ადამიანს შესაძლოა გრიპის ვირუსიც დაემატოს და მან აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა. შეიძლება გრიპის სეზონი ოდნავ რბილი იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ორივე არის რესპირაციული ჯგუფის ვირუსები, მაგრამ გრიპის ვირუსი სხვა არის და კორონავირუსი სულ სხვა არის. ამიტომ კორონავირუსს გადატანილს შეიძლება შეხვდეს ასევე გრიპის ვირუსი. კორონავირუსი გრიპის საწინააღმდეგოდ თქვენ არ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ გრიპის საწინააღმდეგო აცრა. გრიპის და COVID-19-ის განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია, რაც დამატებითი სირთულეა, ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი. ამირან გამყრელიძის თქმით, კი გამოცდილ ექიმს შეუძლია მათი დიფერენციაცია. ეხლა დაავადების ნიშნებზე დაყრდნობით გრიპის და კორონავირუსის განსხვავება არის შეუძლებელი, რაც რა თქმა უნდა დამატებითი სირთულეა. კლინიკური განსხვავება გრიპისა და კორონავირუსის პრაქტიკულად შეუძლებელია. უმნიშვნელო განსხვავება შეიძლება იყოს ისეთ სიმპტომში, როგორც არის ნაზლავთა მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი, ღებინება, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს და ბავშვებში განსაკუთრებით 1/3-ს აღენიშნება, ძალიან ხშირია და მეორე ესეც მოზრდილებისათვის ერთ-ერთი დამახასიათებელი უმრავლესობისთვის სრულიად უცნობი სიმპტომი, რასაც ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვა ჰქვია. ეს ახასიათებს სხვა ვირუსებსაც, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, რაც კორონავირუსი. ამირან გამყრელიძის თქმით, დღეისათვის კოვიდის მართვაში მონაწილეობისთვის დაახლოებით 1700 სტუდენტია მზად, 800 სტუდენტი კი უკვე აქტიურად არის ჩართული პროცესში. ანაზღაურებადია თუ არა მათი ჩართულობა, ამ კითხვაზე მან თქვა, რომ ზოგიერთს აქვს კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა ძირითადად მოხალისეები არიან. რაც შეეხება კოვიდის მართვის პროცესში პენსიონერი სამედიცინო პერსონალის ჩართულობის სტატისტიკას, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევებისთვის გუშინ საქმიანობა 180 ობიექტს შეუჩერდა. ამის შესახებ განცხადება შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა. შემოწმდა ობიექტები და გაიცა 423 ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება და საქმიანობა შეუჩერდა 180 ობიექტს. გარდა ამისა, გრძელდება მონიტორინგის სისტემა, მონიტორინგის მექანიზმი უკვე შემოწმებულ კომპანიებზე. გუშინ განხორციელდა 192 ობიექტის შემოწმება, რომელთაგან დადგინდა, რომ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს. ჯამში შემოწმდა 25121 ობიექტი. სულ დაჯარიმებულია ამ პროცესში, როგორც იცით, 10 ობიექტი. საქმიანობა შეუჩერდა ჯამში 6152 ობიექტს და 19000-ზე მეტი გაფრთხილება არის გაცემული. შეზღუდვების ფონზე ბიზნეს კომპანიების ნაწილი გახსნას აქტიურად ითხოვს. რესტორატორებმა 2 დეკემბერს ამ საკითხზე მთავრობის კანცელარიასთან პრესკონფერენციაც გამართეს. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა 2 თვის განმავლობაში ინდუსტრიაში დასაქმებულთა ხელფასის 50%-ის კომპენსაცია იყო. 90 წლის მარგარეტ კინანი პირველი მოქალაქეა, რომელიც დიდ ბრიტანეთში Pfizer Biotech-ის მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ეს დიდი მომენტია ყველასთვის. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ეს ნიშნავს აღსასრულის დასაწყისს, თქვა ფარმაცევტმა კაილი ბენ-სასიმ. ვაქცინით პირველ რიგში 80 წელს გადაცილებული პირები, მედიკოსები, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და თანამშრომლები აიცრებიან. ქვეყანაში პირველი კვირის განმავლობაში საერთო ჯამში ვაქცინის 800,000-მდე დოზა იქნება ხელმისაწვდომი. კომპანიის ინფორმაციით მისი ეფექტურობა 95%-ია. ოფიციალური მონაცემებით მარტიდან უელსში კორონავირუსით 3000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.